აქ კითხვები შემოვიდა და რა ვქნათ ახლა უპასუხოთ ზოგიერთს მათგანს თუ რა ვუყოთ. არ დაიღალეთ მე. მე სულ იმედი მაქვს ხოლმე, იტყვი ახლა მე რომ დავიღალეთ და მეც სახში გავბიორ მაგრამ. აი მაშინ აუ არა ამას კიდე კაცო. მაშინ ესე გავაკეთოთ. მე მითხარით დრო. სადამდე შემიძლია ბიჭზე? არა უფროსი არა ყავთ ვიღაცამ თქვა რომ ყავთ ნაბო მაგრამ სადაც ერთი საათი როგორ მე არ ვიღლები მე რომ ჩართული ვარ ხოლმე არ ვიღლები არაპურითა ხოლო ცხონდების კაცი არამედ ყოვლითა სიტყვითა ღვთისათა ხო გაგიგიათ როგორ ვებრძოლო უგუნებობას მოწყინებას როგორ ვებრძოლო უგუნებობას, მოწყინებას, უმიზეზოდ მეცვლება ხასიათი, არა და ვიცი, თუ რამხელა საჩუქარი ადამიანისათვის ყოველი დღე, ყოველი წამი. ალბათ ტყვი ეს რომ ვიცოდე, ასე არ დამტანჯავდა. სხვათაშორის მე მინდა გითხრათ, რომ მოწყინება ერთ-ერთი მძიმე ცოდვად ითვლება. რატო? შეიძლება ვიღაცამ მიკროს კაცო მოწყინე, მე ვარ მოწყინილი, სხვას თავს ხომ არ უტეხავ. ცოდვა განიმარტება ესე. ცოდვა არის ის, რაც ღმერთს მაცილებს, ან რაც ღმერთთან ჩემს შორს მყოფობას აფიქსირებს და ღმერთთან ახლოს მყოფი ადამიანი შეუძლებელი იყოს მოწყენილი, ხო გეთახმებით? აი ღმერთთან ხარ, წარმოგიდგენიათ, ხალხო, ღმერთთან ხარ, აი ღმერთთან ხარ. ღმერთი რომელიც არის წყარო სიხარულისა, რა მოგაწყენს? რა მოგაწყენს? ესეთ საინტერესოა. ესე იგი მოწყინება ნიშნავს ავტომატურად ღმერთთან არა ვარ და გამოსავალი რა არის? აი მეცვლება ხასიათი ხო? ყოველი დღე ამბობ რომ ძვირფასია, ყოველი წამი, მაგრამ საქმე იმაშია რომ თუ მე გამოსავალი კლავ ჩემს გარეთ ვეძებე ბედნიერებაში. რა თქმა უნდა, გარეთ შეთხდება ხოლმე მეგობართან წავედი, გავერთე, ვიოცნებე, ანუ რეალობას გავეკეცი. რეალობას გაურბივარ. საკუთარ თავში მოწყენილი ხო ვარ? ხა გამოვდივარ გარეთ და როგორმე აი ამ ტაშფანდურა განწყობით რეალობას გავექცე. ეგ არის ერთგვარი ნარკოტიკი, რომელიც დროებით მოქმედებს, მე ლომკები ქვია მაგას. ქართულად რა ქვია ლომკებს? რაღაცა ხო ქვია ქართულად? მოკლედ, ანუ იწყება ის რომ მე არ ყოფნის, მე მეტი მინდა. გამოსავალი, რაც არ უნდა ისე ჟღერდეს გამოსავალი არის ის რომ ღმერთი ეძებო. ანუ მოწყენილი იმიტომ ხარ რომ იქ ღმერთს არ უშვებ. ეს ჩუბად უნდა წავიკითხო, ამიტომ გადავხედავ. პირადად შეიძლება რა თქმა უნდა საუბარი ტაძარში ეს პირადი საუბრების დღე სამშაბათი გვაქვს ხოლმე და სამშაბათ შეიძლება რა თქმა უნდა თუ საჩქარო არ არის მარხვის მერე ჯობია იმიტომ რომ მარხვის მერე შედარებით ნაკლები ხალხია ხოლმე და უფრო არის შესაძლებლობა შედარებით ხანგრძლივი საუბრისა სამშაბათ დღეს მაგალითად მონასტრის წინამძღვარმა 2 ან 1 წლის მორჩილი აღკვეცა, 2 ან 1 წლის მორჩილის აღკვეცა შესთავაზა და ეს მორჩილიც ფიქრობს, რომ ეს უფლის ნებაა და აღიკვეცა. მაგრამ მე რაღაც პერიოდის მერე ხო ნანობს, რომ აღიკვეცა და მონასტრიდან წასვლა მოუნდა. ამაზე პასუხისმგებლობა უფლის წინაშე ამ წინამძღვარსაც ხომ მაქვს, რადგან მალე აღკვეცა, როგორ ფიქრობთ? რატომ აღარ არიან ადამიანები 10 ან 15 წელი მორჩილებაში? მონოზნობა მონასტერში წასვლის მიზანი ხომ არ არის? მე ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა ამ ბავშვზე თუ ახალგაზრდა წელი არ წერია, რა თქმა უნდა აქვს იმას, ვინც აღკვეცა. მე ესე მგონია, მე შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ესე მგონია, რომ დღევანდელ 21 საუკუნეში 1-2 წლის მორჩილს რო აღკვეცა, მით უმეტეს თუ მას არ აქვს ქრისტიანული ების ხანგრძლივი გამოცდილება და თუ ის კიდე პლუს ახალგაზრდა მე ესე მგონია რომ ამ აღმკვეთს თავად არა აქვს
წარმოდგენა ქრისტიანულ ცხოვრებას. კურნალო განიყურნა თავის შენი ფალიგებული. მოძღვარი, მithumates რომელიც ხვის ბედს განკარგავს. უნდა კარგი კურნალი იყოს. კარგი ექიმი იყოს. და თუ კარგი ექიმია, მან ძალიან კარგად იცის, რომ ადამიანის დაცემული ბუნება რა საყვარელია. და როგორ ადვილად შეიძლება მოატყვილოს. ამიტომ როცა ესე ნაადრევად გამოცდილების გარეშე აღკვეთს ადამიანს, მე გეტყვით, რომ 10 წელი სულიერი ცხოვრებაში ითვლება ნეოფიტობის პერიოდად. და რა ვიცი, 1-2 წელი 10-ზე ამბობენ 3 წლის მერე შეიძლება აღკვეცონ, შეიძლება არც აღკვეცონ. მაგრამ 10-ზე სკოლა არსებობს მონოზნობის. და ერთად ყოფნა კედლების სამონასტრო კედლების შიგნით და თუნდაც სწორი ტიპიკონი ჯერ სამონასტრო სკოლას არ ნიშნავს. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან არასწორი პრაქტიკა, სადაც ეს ხდება ხოლმე. ტოლსტოიზე რას ფიქრობთ? სიცოცხლის ბოლო წუთებში ის სინანულიში იქნებოდა, რადგან მონასტერში ამბობენ, რომ ის იყო მონასტერში, ამბობენ, რომ ვერ მოასწრო შენანება, ვერ გეტყვით. ახლა დიდი მწერალი როა, საერთოდ როცა მწერალს ეხები ან საზოგადო მოღვაწეს, ხო იმ წამსვლა თუ რაღაცა კრიტიკას იტყვიან, აი, შენ ესე იგი მას თუ განიკითხავ ლანძღავ კაცო, ჩვენ ვაფასებთ მას ქრისტიანულად. ის არ იყო ქრისტიანი. ტოლსტოი. ბოლოს ამბობენ შეინანა. ოპტინის უდაბნოში იყო, თუმცა ბოლო წამებში იქ ვერ დაიცადა, მოკლედ მოძღვარმა ვერ მიუსწრო, ამბობენ ვიღაცა უნდა იქ მოძღვარ შესვლა არ შეუშვეს. ღმერთმა უწყის, ღმერთმა უშველოს. მაგრამ მან მთელი ერთი რომანი დაწერა, სადაც ქრისტიანობას დასცინოდა. ამ რომანს ქვია აღდგომა. დასცინეს ქრისტიანობას, დასცინის საიდუმლოებას საეკლესიოს, ევქარისტიას და ყველაზე ძვირფას რაც არის ქრისტიანობაში, იმას აშარჟებს და ეხლა. მაგრამ ღმერთმა უშველოს, რადგან ის ბოლოს ავლენდა სინანულს, შეიძლება შეინანა კიდევაც და რა თქმა უნდა ეს კარგია თუ ესე მოხდა. კაცმა უსიყვარულოდ შექმნა ოჯახი, წლები ემატებოდა და უბრალოდ უნდა ყოლოდა. იტანჯება, ხვდება რომ მხოლოდ ვალდებულების აღსრულება თუნდაც პირნათლად უმძიმესი ტვირთია. ჰაერივით ჭირდება სიყვარული, რასაც პოულობს ოჯახის გარეთ. უმჯობესია ცოლთან სიმართლე აღიაროს თუ იცხოვროს 7 სიცრუეში ყოველდღიურ თამაში. ხო, ამ წერილის მიხედვით ყველაფერი გადაწყვეტილია და მე რაღაც პასუხი უნდა გაგცე. ესეთ სიტუაციები, ჩემთვის ძალიან მარტივი იქნება რა. ესე იგი, ეგეთი სიყვარული არის მრუშობა, უნდა იყოს შენ ცოლთან, პასუხისგებლობით აიღო ეს ტვირთი და იცხოვრო. აბა, ეგრე სად არის? ეგრე ხვალე შენ ცოლს რომ მოუნდეს იგივე? და მან სიყვარული სხვაგან ნახოს, როგორ მოგეწონება ერთი ნახო. და ყველა მესე რო აკეთოს, როგორ იქნება. ეს არის ძალიან მარტივი ხისტი პასუხი, რომელიც რა თქმა უნდა სწორია. მაგრამ როგორც ესეთი ხისტი პასუხი არ მოსწონთ ხოლმე, იმიტომ რომ ისი შეიძლება ადამიანმა ესე იფიქროს ჩემზე ამ შემთხვევაში. მაგას დაენაღვლება, სხვისი ჭირი ღობეჭხირიო, ესეა, მას ყვარტკივა, მე მტკივა. ისი პრობლემა ხო არ არის, ჩემი პრობლემაა. მე არ შემილია, მე ცოცხალი არსება ვარ და ეს კანონებით რომ მიდგება, აი ესე, და კანონებით რომ კანონის ჩარჩოებში რომ აქცევს, მე ცოდო არა ვარ, ადამიანი იტყვის. თუ ესე იფიქრებს ადამიანი, მე ვეტყვი რომ ჩემზე კარგად იცის საეკლესიო წესი და უფლის სიტყვები რომ რომელიც ღმერთმა შეაღულა კაცი ნუ განაშორებ და არ შეიძლება ოჯახის დარღვევა. მაგრამ თუ შენ თვლი რომ სადღაც შენი სიმართლე კანონის მიღმა ცხოვრების უფლებას გაძლევს და თან მაინც ღვთის წინაშე მართალი შეიძლება იყო, მაშინ უნდა იმოქმედო შენ თვითონ, შენი პასუხისგებლობით და ამ პასუხისგებლობას შენ ეკლესიას ვერ დაადებ თავს. რა თქმა უნდა, ხა ესეც არის რომ თუ ამით ოჯახი გაუბედურდება ამ საქციელით, ცოტა ძნელი წარმოსადგენია სხვის უბედურებაზე, საკუთარ ბედნიერებას როგორ ააშენებ. ანის ადამიანი, ვისთანაც შეიძლება დააკავშირო შენი მომავალი ბედი, ის ადამიანი რამდენად შეიძლება, როგორ შეიძლება იყოს ბედნიერი, როდესაც სხვა ქალს ოჯახს უნგრევს და ასე შემდეგ. ანუ რთული საკითხია, ხო გესმით არა? მე როგორც წესი ესეთ სიტუაციებში, აი კლავის თამაშობს, რაც მე გითხარით, ჩვენ ბედნიერებას ვეძებთ ჩვენს გარეთ. ჩვენს გარეთ ვეძებთ, მაგრამ აი ეს ბედნიერების გარეთ ძიება
იმ წამსვე მთავრდება როგორც კი მოდის სიკვდილი და სიკვდილი როგორ მოდის იცით ახლა მღვდელს ბევრ ადამიანთან უწევს ურთიერთობა ბევრ ოჯახთან სოციუმში ძალიან ისეწდება ხო მისი მზერა იმიტომ რომ ბუნებრივად მისი მდგომარეობა აძლევს ამის საშუალებას თქვენ ვერ წარმოიდგენთ თქვენ ახალგაზრდები ხართ თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მზაკრულად მოდის თითოეულ ადამიანთან სიკვდილი 99% როგორია იცით ისე მოულოდნელად ისეთებთან არც ასაკი იცის არც ესე იგი სტატუსი იცის არც გაკეთებული საქმეების უყურებს რაც მანამდე გაიკეთებია არც გასაკეთებელ პოტენციაში და ისი გაკეთების უნარი აქვს არც ამას არ უყურებს და უბრალოდ ჩვენ რომ ეს ვიცოდეთ აი რაც მე ვიცი მაგალითად ის რომ იცოდეთ რაც თითქმის ყოველდღე რაღაც ახალს ვიგებ ეს რომ იცოდეთ ხო არავითარ შემთხვევაში აღარ მოინდომეთ ბედნიერების გარეძიებას როგორ უნდა ვიპოვოთ უფალთან ურთიერთობის უნარი როგორ უნდა შევიცნოთ უფალი როგორც ის პატარა ცხონების კარები ხო ეს ერთი სიტყვით რომ ითქმეოდეს მას სახარებაში ეწერებოდა აი რას ვამსგავსოს ასופველი ღვთისა უფალი ამბობს და რამდენი იგავური სახე აქვს მოცემული ადამიანურად ეს რთულად გასაგებია რთულად წარმოსათქმელია ამიტომ მე მაგალითად ესე მგონია რომ ჩემი ყოველი საუბარი დღეს მარხვაზე ვისაუბრეთ გუში რაზე ვისაუბრე გუში მგონი სადღაც ვიყავი იმაზე ვისაუბრე მადლიერებაზე იმის წინ სადღაც ვიყავი რწმენაზე ვისაუბრე ასე შემდეგ ანუ სადაც არ უნდა მივდიოდე და სასაც არ უნდა ვისთანაც არ უნდა საუბრობდე რა თემაზეც არ უნდა საუბრობდე თემას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა ამ ხრივ ამ კუთხით ყველგან ვცდილობ რომ როგორმე ჩემი თავისათვის გასაგება ვთქვა და ასევე მსმენელისთვის თუ რა უნდა გავაკეთო იმისათვის რომ ღმერთთან ურთიერთობა მქონდეს ეს ურთიერთობა იყოს სწორი აი ჩვენი დღევანდელი საუბარიც ეხება ამას თუ ოდეს მე კიდე შევხვდებით ისიც შეეხება ყველა შეეხება ოღონდ ეს ვერ იქნება ერთ სიტყვაში თქმული გამიგეთ ასევე ლოცვის შესახებ ამბობ ხომ აი ლოცვაზე მე მქონია შეხვედრები რამდენიმე ჩვენს პრაქტიკაში როცა მთელი ესე იგი შეხვედრა მიძღვნია ლოცვას ურთულესი საკითხია ეს მაგრამ ვერასოდეს ვერ ამოწურავ წიგნების რო ნახვა აი ლოცვაზე ლოცვა როგორ ვისწავლო ხო კითხულობ დადებ კი წავიკითხე რა კარგი იყო მაგრამ აი ხა მე რა ვქნა არ ვიცი და რომ შეიძლებოდეს ეს ადვილად დაწერა ხო დაიწერებოდა ეს არის სფერო რომელიც მატერიალურ სამყაროს ცილდება გესმის ღმერთთან ურთიერთობის სფეროა და სიტყვაში ამის გაწერა არის ძალიან რთული თვით უფალმაც კი იმაზე მეტად ვერ შეძლო რაც წერია წმინდა წერილში იმიტომ რომ ის ადამიანური ენით გვესაუბრება მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი მადლობა ღმერთს რომ ჩვენ განვისწავლებით არა მარტო სიტყვით რომელსაც არ მკითხულობთ ან გვესმის არამედ ჩვენ განვისწავლებით თავად ცოცხალი ღმერთის მიერ რომელიც თითოეულ თქვენთაგანს თითოეულ ჩვენთაგანს ასწავლის შენ ძალიან ხშირ არ ქონია შემთხვევა რომ აი რომელიღაცა წმინდა მამის ნაწერი წაგიკითხავთ ან რაღაცა უთქვავს რომელიმე სასულიერო პირს და უცებ შენს ხო ვიცი ამაზე ხო მიფიქრია ამას ხო მეც ვხვდებოდი არ ქონიათ ეგეთ შემთხვევა აუცილებლად გექნება თუ თქვენ სულიერად აქტიური სულიერი ცხოვრებით ცხოვრობთ იმიტომ რომ სწორედ ის სული რომელიც ამა თუ იმ წმინდა მამას ასწავლიდა და იგივე სული შენთანაც არის საკმარისია შენ კიცად გადადგა მის ღვთისძიებისკენ ნაბიჯები რომ ის იმ წამსვე შენ სწავლებას დაიწყებს და მეცაც გეტყვით გარედან შემოსული ინფორმაცია მხოლოდ მაშინ ხდება შენთვის გასაგებიცა და შენი საკუთრებად როდესაც შინაგანად ნასწავლი ადასტურებს ეგ არისო ზუსტად ეგ არის ჭეშმარიტი როცა თანხმდე რა ხდება არ შეიძლება ესეთი შეხვედრები ციხეებშიც რო ჩატარდეს დღეს ველაპარაკეთ შევს მეგობარს ქმნის საყოველეში და მათ დიდი სურვილი აქვს ამის თუ შეიძლება ამ ხრივ რამის გაკეთება მთხოვეს რომ თქვენთვის გადმომეცა რომ ისინი სულ უსმენენ თქვენს გადაგებებს ლოცულობენ თქვენთვის მე ვიყავი ქმნის ციხეში ერთი თვის წინ დაახლოებით იქ რა თქმა უნდა ვესაუბრე კიდევაც გადაგებები ქონდა ცოტა კიდევ უფრო მეტი შეუტანე და კიდე ხა გაუგზავნი რაც შეეხება მუდმივად ციხეებში სიარულს ეს ცოტა პრობლემურია იმიტომ რომ დროის გამო ძალიან თან ყველა ციხეში მიმაგრებულია გარკვეული მოძღვარი რომელიც იქ შედის და თუმცა ის რაცაც აი ესეთი საუბრები ხო
ორგანიზაციული მხარე იქ მაგალითად მე რო ვესაუბრე, რა თქმა უნდა მცირე ნაწილი იყო ყველა, ანუ ის რო თქვა ესე დასვან და მათ ვესაუბრო, ამის ორგანიზებას არ აკეთებენ. ხო, ამიტომ ეს პრობლემა არსებობს. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ქადაგებების შეტანა შესაძლებელია დღეს, აი სადაც სურთ ციხეში ქადაგებების თქვათ შეტანა თუ ამის შესაძლებლობა სადმე არსებობს და მე მოსმენა აუდიო თუ DVD, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ ყველას შევგზავნით. აი ქსნის ციხეში გავაგზავნეთ, კიდევ უნდა გავაგზავნოთ. რაიმე კეთილი საქმის კეთებისას როგორ უნდა მივხვდეთ, რომ არავად ხილში და საერთოდ როგორ შეიძლება ხილს თავი ავარედოთ. რა თქმა უნდა ეს არ არის ასევე მარტივი კითხვა, მაგრამ ხიბლი ეს არის ტყუილის მდგომარეობა. როცა ადამიანს არასწორი სულიერება აქვს, ცრუ სულიერება აქვს და ყველაზე ძლიერი დაცვის საშუალება ხიბლისაგან ან ტყუილისაგან არის ის, რომ შენ ყოველთვის გქონდეს ხედვა საკუთარი თავისა. არაადეკვატური ხედვა საკუთარი თავისა წარმოშობს ხიბლს. არ უნდა დაგავიწყოს, რომ შენ ხარ არაფრისაგან შექმნილი, რომ სამყარო თვითონ სამყაროა არ არასახო, არაფრისაგან შექმნილი ღმერთმა სამყარო. არსებობ მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთს უნდა და ღმერთის ნება რო არ იყოს ეს შემოქმედებითი ენერგია ღმერთისა შენ უბრალოდ გაქრები არ არსებებ. ანუ შენი გული ცემს მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთის შემოქმედებითი ნებაა ასეთი. გარდა ამისა, ჩვენი მდგომარეობა ზნეობრივი თვალსაზრისით და იგივე სულიერი თვალსაზრისით არ არის სახარბიელო. და რატო? იმიტომ რომ ჩვენ გვავიწყდება რა, რომ თელ სამყაროს მოვიცავთ და აღვემატებით ამ სამყაროს. ჩვენ მოვიცავთ მინერალურ სამყაროს, იმიტომ რომ ჩვენში არის მინერალები. ჩვენ მოვიცავთ ორგანულ სამყაროს, იმიტომ რომ არის ჩვენში. ჩვენ მოვიცავთ ცხოველურ სამყაროს, იმიტომ რომ იგივე ნერვული სისტემა გვაქვს, რაც ცხოველებს თითქმის. ჩვენ აღვემატებით კიდევაც დანარჩენ სამყაროს, მათ შორის ცხოველებს, იმიტომ რომ ზნეობა გვაქვს და ძალიან ხშირად ჩვენ აქ ვჩერდებით. და ვფიქრობთ, რომ ზნეობრივი ცხოვრება, ანუ სხვას არ გაუკეთო ისაც აქ საკუთარი თავისთვის არ გინდა, თუმცა ამის გაგება მხოლოდ ზნეობრივი თვალსაზრისით ხდება და არაფერი სისავსით. ეს ხშირად საკმარისად წარმოაჩენს ხოლმე იმას, რომ აი ჩვენ უკვე ქრისტიანები ვართ. მეცაც გეტყვით, თანამედროვე ქრისტიანობაში სხვადასხვა სხვადასხვა დენომინაციებში, რომლებიც არ არის მართლმადიდებლობა და თვით მართლმადიდებლობაში, როცა თქვა ზუსტად არ ესმით ქრისტიანობის არსი, ძალიან ხშირად როცა ქრისტეზე საუბრობენ და ქრისტიანობაზე, აქცენტი კეთდება ქრისტეზე როგორც ზნეობის მასწავლებელზე. და მიაჩნიათ, რომ ქრისტიანობაში მთავარი არის არა თქვათ ჯვარცმა და აღდგომა, არამედ ის ზნეობრივი მაგალითები, რომელიც მან მოგცა. თქვათ მოწაფეებისათვის ფეხის დაბანვა და ასე შემდეგ. ეს არის სერიოზული შეცდომა. სერიოზული შეცდომა, იმიტომ რომ ადამიანებისათვის ფეხის დაბანვა და ასე შემდეგ სხვა ზნეობრივი გაკვეთილები ნებისმიერ წინასწარმეტყველს შეიძლება მოეწოდებინა. და გვასწავლდნენ კიდევ წინასწარმეტყველნი. ჩვენ უამრავი მაგალითები ვიცით ბიბლიაში და საერთოდ სამყაროში, როდესაც ადამიანის საოცარ ზნეობრივ ფეხებს მას კი არა, საერთოდ რა ვიცი, რაებს აკეთებდნენ, თავს წირავდნენ, უყოყმანო და ბევრსაც არ ფიქრობდნენ ამისათვის, წარმართებიც კი. ქრისტიანობის ღმერთის ადამიანად მოსვლის არსი სხვა რამეშია საძიებული, სწორედ ჯვარცმასა და სწორედ აღდგომაში, როცა ადამიანური ბუნების განახლება ხდება. ადამიანის ბუნება ხდება ისეთი, რომ მას შეუძლია ღმერთთან მყოფობა დაიტიოს. აი ეს არის. ამიტომ აქედან გამომდინარე, ჩვენ როცა საკუთარ თავზე ვფიქრობთ, ჩვენ უნდა საკუთარ თავს ვადრიდეთ არა იდეალს, რომელიც ზნეობრივად ცხოვრობს და ყველაფერს ზნეობრივ ნორმებს აღვასრულებდა და გვეგონოს, რომ ყველაფერი კარგად არის. ეს დროს უფალი გეუბნება, შენ ზნეობრივ მოვალეობას აღასრულებ, ძალიან კარგი. მაგრამ გვახსენდება მის სიტყვები, რომ ჩემგან ამისთვის მადლობას კი არ გეკუთვნის, იმიტომ რომ შენ მოვალეობას აღასრულებ. ადამიანი ზნეობრივად მაცხოვრებელი ადამიანი თავის მოვალეობას აღასრულებს, ხოლო და ამისათვის მას ქრისტესაგან მადლობაც კი არ ეკუთვნის. ადამიანი თუ არ გაცდა აი ამ ზნეობრივ სფეროს თავისი მდგომარეობის, რითაც ის ცხოველებს აღემატება, თუ არ გაცდა, იჯერ კიდევ ვერ ყალიბდება როგორც სრულყოფილი ადამიანი.
და აი ხიბლის საშიშროება სწორედ აქ არის. როცა ადამიანი მკვლელია, ყაჩაღია, მრუშია, ნარკომანია, ახლა ეს ნაკლებად იქნება ხიბლში, რასაც რელიგიური თვალსაზრისით ხიბლი ქვია. თორე ხიბლშია ყველა, იმიტომ რომ ადეკვატური საკუთარი თავის ადეკვატური ახმა არა. რელიგიური თვალსაზრისით ხიბლში როგორ იქნება? ხედავს რომ ნაგავი ცხოვრები ცხოვრობს. ხიბლის საშიშროება სწორედ იქნება, როცა შენი ქრისტიანობა შემოიფარგლება იმ ზნეობრივი სფეროთი და აი ესე იგი უმციკლო ხარ ზნეობრივი თვალსაზრისით. აი აქ ჩდება ხიბლი და ემსგავსები ფარისეველს, ემსგავსები უფროს შვილს, უძღების შვილის იგავში. რა იყო პრობლემა? აი ხიბლის კლასიკური მაგალითი. უფროსი შვილი, უძღების შვილის იგავში. კაცი ყველაფერს სწორედ აკეთებს აბსოლუტურად. ყველაფერს. და ნახეთ, არ აქვს მადლიერება. მადლიერება. მამა ეუბნება, შენ ჩემთან ახარ, ვარ გიხარია, არ უხარი. წარმოგიდგენია. სული შენ შვილო, სულ ჩემთან ახარ, ჩემი ყველაფერი შენია, ჯვარ უხარი. სიყვარულის უნარი არა აქვს. როგორ მიიღეს? რა იმას გაუმართე აქვს უფრადა ის. არ უხარი. ბედნიერი არ არის. არ და ყველაფერს აღასრულებს. ანუ ხიბლი ჩდება იქ, სადაც არის ზნეობრივი ცხოვრება, რაც უფრო უმციკლოა ეს ზნეობრივი ცხოვრება, უფრო მეტია საშიშროება ხიბლისა და ხიბლი ჩდება იქ, სადაც არის გარეგანი რელიგიური მოღვაწეობა და რაც უფრო ძლიერია ეს ღვაწლი და შეუმცდარი და ესე იგი ჩავარდნების გარეშე და მიზანმიმართული და ასე შემდეგ. ხო, მით უფრო საშიშროება ხიბლისა. ეს მამა თეოდორეს სიტყვები არ არის. აი მაგალითად წმინდა იგნატე ბრიანჩაინოვი პირდაპირ ამბობს, რომ როდესაც მოღვაწე, რაც უფრო ძლიერია მოღვაწის გარეგანი ღვაწლი, მით უფრო დიდია საშიშროება, რომ ის თვითკმაყოფილებაში ჩავარდეს, ანუ ხიბლის მდგომარეობაში. ესე იგი, როცა ხიბლზე ვსაუბრობ, კარგად გვახსოვდეს, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ გარეგნულად, არაფერი არ არის ეს ღვთის წინაშე. აბსოლუტურად არაფერი არ არის. ავაზაკი ჯვარცმული. ცხოვრებაში არაფერი არ გაუკეთებია, ისეთი რითაც შეიძლება კაცმა თავი მოიწონოს, ზნეობრივი თვალსაზრისით. მაგრამ მას სამყაროში პირველად ესმის. მთელ ადამიანებს შორის, დღეს ჩემთან იქნები 64-ში. ეს არ დაგვავიწყდეს არასოდეს. ესე იგი, ხიბლისაგან თავდასაცავად საჭიროა, რომ ჩვენ ეს ზნეობრივი ბარიერი გადავლახოთ და ჩვენთვის მაგალითი იყოს არა ზნეობრივად სრულყოფილი ადამიანი, არამედ ქრისტე. ქრისტე. და ქრისტე, ხება ქრისტეს შეფასება შეიძლება ესა, ზნეობრივი ადამიანია, არაფერი არ ეშლება. მოსასწრაფო არ არის, ეს ყო დამცირებაა მაცხოვრის. აბა როგორ შევაფასო ქრისტე? ის ცოცხალი ღმერთია და გეუბნება, შენ ჩემთან უნდა იყო. გესმით, შენ ის კი არ გევალება, რომ ზნეობრივი ადამიანი გახდე. შენ ღმერთი უნდა გახდე, იყავე სრულყოფილი, ვითარცა ღმერთია სრულყოფილი. შენი ცხოვრება ესეთი უნდა გახდეს, რომ შენ სულით იცხოვრო. სულ არს ღმერთი. გახსოვთ იონეს სახარებაში. სულია ღმერთი და სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემლებს ეძიებს. სულით უნდა იცხოვრო. და რა არის ეს უნდა იცოდე? ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი ნიშნული გვაქვს ზემოთ, ჩვენი ნიშნული არის უსასრულობაში. და როდესაც საკუთარ თავს შეადრი იმას, აღმოაჩენ რომ სადახარ. ექსპერიმენტი ჩაუტარო საკუთარ თავს. აბა თუ შეგიძლია რომ 1 საათი აი ღამე წამოდგე და 1 საათი გადამბული იყო ღმერთთან. როგორ ვეცადო ადამიანი ტყვის? აი დაჯექი სკამზე და 1 საათი იესოს ლოცვა ილოცე. თქო მექანიკურად არა. 5 სიტყვიანი უფალო იესო ქრისტე შემიწყალებ. და ეცადე რომ თითოეული სიტყვა გააზრებულად თქვა და გულიდან ამოვიდეს. და ეცადე რომ ყოველი ეს სიტყვა იყოს მიზანმიმართული. მიმართულება გქონდეს სადღაც სივრცეში კი არა. გულის საშუალებით ქრისტესთან, შიგნით. 1 საათი. რომ არ მოგბეძდეს, არ დაიღალო. და ასე შემდეგ და არ იოცნებო შუა იმის დროს და ასე შემდეგ. აბა ეცადე რა გამოვა. აღმოაჩენ რომ არ შეგიძლია. უნარი არა გაქვს. აი ანუ ხიბლისაგან თავდაცვის საშუალება არის საკუთარი თავის ადეკვატური ახმა გაიაზრო რისთვის ახარ შექმნილი, რა გევალება და იმასთან შედარებით რა მდგომარეობაში იმყოფები. ანუ და ეცადო მიბაძო ქრისტეს, მობაძავ ჩემ და იქმნით ვითარცა მე ქრისტესა პავლე მოციქული როგორც ამბობს და აღმოაჩინო რომ შენ ეს არ შეგიძლია, ანუ
დაიმდაბლო თავი. სიმდაბლე არის გასაღები ცხონებისაც და დაცვა ხიბლისაგანაც. შეიძლება თუ არა ადამიანს ღვთის სიყვარული ქონდეს, გულში მოყვასის არა, ან ღვთისა და სამშობლოსი არა. ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი. შეიძლება ვიღაცა რომელიღაც რელიგიაში შეიძლება ღმერთი უყვარდეთ და ადამიანი არა. აი მაგალითად ფარისევლის მაგალითი ვნახეთ. უფროსი შვილის მაგალითი ვნახეთ. ანუ ყველა რელიგიაში არის შესაძლებელი გიყვარდეს ღმერთი და არ გიყვარდეს ადამიანი. ყველა რელიგიაში გარდა ქრისტიანობის. რატო? იმიტომ რომ ღმერთი მოვიდა ადამიანად. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ქრისტე არ გიყვარს, ღმერთი არ გიყვარს. ვინც მე მიხილა, იხილა მამა. ჩემს გარეშე ვერავინ მივა მამასთან. ხომ ამბობს ამას ქრისტე? ესე იგი ქრისტე თუ არ გიყვარს, ღმერთი არ გიყვარს. ეხლა რას ნიშნავს ქრისტე გიყვარდეს? მისი მცნებები შეასრულო? მარტო ესე მარტივად არის საქმე? ყველა რელიგიაში შესაძლებელია ეს, რომ შეასრულო ღმერთის, რომელიც შენს ზემოთ არის და შორს, მისი მცნებები, ყველა რელიგიაშია ამის შესაძლებლობა, შეასრულო მისი ცნებები და მე რა ცხონდები, აბა რა იქნება, ყველაფერი ხუთიანზე აღასრულე. ფარისეველი, ყველაფერი აღასრულა, გაბიგე, ყველაფერი. ამოწურა. დაწერილი რაც არის, იმას ყველაფერს ამოწურა. ქრისტეს ერთგულება, კიდევ ვიცით რას გულისხმობს. მას უერთგულო არა მხოლოდ იმით, რომ მისი წესები შეასრულო, არამედ მას უერთგულო როგორც ადამიანს, რომელსაც უჭირს, რომელიც თავის ძალმოსილებას არ ავლენს. ანუ მას უერთგულო მას როგორც სიმართლეს, ისე როცა ის ძალმოსილებას არ ავლენს. წარმოგიდგენიათ რა რთულია. აბა გაიაზრეთ თქვენ ცხოვრებაში. აი სიმართლე აქეთ არის, მაგრამ გეშინია იმის გვერდზე დადგე, იმიტომ რომ იქ სისუსტეა, ფიზიკური თვალსაზრისით, ძალმოსილება არ არის. ხო ქონიათ ეს შემთხვევები, არ ქონიათ? ძნელია ქრისტესადმი ერთგულება. გოლგოთამდეა საჭირო სვლა. ქრისტეს რო უერთგულო, უნდა გახდე ღირსი ღვთისმშობლის შვილობისა. რატომ? იმიტომ რომ იოანე ესე გახდა. იოანე გახდა იმიტომ რომ გოლგოთაზე აყვა უფალს, არ დაიმალა და იოანეს ეუნება. რომ ღვთისმშობელზე მიანიშნებს, ეს შენი დედა იქნება ამიერიდან და ღვთისმშობელს ეუნება, ეს შენი შვილი იქნება. როგორ იქნები ქრისტეს ერთგული თუ ღვთისმშობელი შენი დედა არ იქნება და შენი დედა რომ იყოს ღვთისმშობელი გოლგოთაზე უნდა იდგე და ხედავდეს ღვთისმშობელი რომ შენ ქრისტეს ერთგული ხარ და არ გეშინი. აი ამ მდგომარეობას თუ არ მოიპოვებ, როგორ იქნება ეს? ამიტომ და რას ნიშნავს გიყვარდეს ქრისტე როგორც ადამიანი. ქრისტე ხო გვასწავლა. ეს ნიშნავს ყოველი ადამიანის სიყვარულს. ამიტომ შეუძლებელია რომ გიყვარდეს ღმერთი და ანუ ქრისტე ადამიანად მოსული ღმერთი. და ის რადგან ადამიანიც არის, შეუძლებელია არ გიყვარდეს ადამიანი. ახლა ნუ ადამიანის სიყვარულზე ადამიანი თქვის, ნუ რა უნდა ახლა ადამიანის სიყვარულს? მაგალითად მე გეტყვით, ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად მე არც ერთი ადამიანი არ მიყვარს დედამიწას. ჩემმა სულიერმა შვილებმა იცი ახლა უმრევლის წევრებმა სულიერ შვილებს მე უწოდებ იმას, ვინც ეგეთ კითხვებს, სულელურ კითხვებს არ სვავს. ხდება, რაშიც არის საქმე. მამო ხო გიყვარ ვართ და გიყვარ ვარ და მეთქი არ მიყვარ ხარ. და სიმართლეს ვეუბნები და მე ბრაზდებიან ზოგს მართლა არა. რას ნიშნავს მიყვარ ხარ? სიყვარული ცით რა არის? გასაგებია ახლა ხო მეც ახლა გულში ჩავიკრავ ადამიანს რაღაცა ეგრე ძახსას უყარს თავის ლეკვები კაცო. ამ სიყვარულზეა განასაუბარი. შეიყვარო ღმერთი ორი მცნება ხო? ფაქტობრივად ერთი მცნება არსებობს, რომელიც ორად გაყო უფალმა, იმიტომ რომ მეორეს პირველი იმიტომ აქვს, რომ პირველი მეორეთი განიმარტება და მეორე პირველით დასტურდება. გიყვარდეს ღმერთი მთელი შენი არსებით და ძალით ხო გახსოვთ ეს ცნება? ანუ თუ რაიმე რესურსი არსებობს, ყველაფერი ღმერთს მიუძღვენი, ეს არის პირველი მცნება და მეორე მსგავსი ამისი, შეიყვარო მოყვასი, როგორც საკუთარი თავი. იცით რა რთულია ეს? საკუთარი თავი რას ნიშნავს? აი, ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში იმის ადგილას შენი თავი დააყენო. ძალიან რთულია ეს. ძალიან. ფაქტობრივად ეს არის შეუძლებელი. ჩვენში ეგოიზმი და ანგარება იმდენად ძლიერად არის. რომ ძალიან რთულია. რატომ არიან მოწამეები ძალიან დიდნი? იმიტომ რომ დააყენეს კი არა, საერთოდ მოსპეს საკუთარი თავი. თუმცა აქ არის ერთი საოცარი ნიუმასი. თვით მოწამეობაც კი აღარ არის ნამდვილი, თუ მას სიყვარული არ ახლავს. პავლე მოციქულის სიტყვებია. მთელი ცხოვრება რომ და თები ქონება რომ მივცე.
ანუ ქველმოქმედების მწვერვალი, როცა ყველაფერი გასცა. თავის რო გავწირო დასაწვავად. ანუ თავგანწირვის უმაღლესი მწვერვალი ფიზიკურად რომ მოკოდა სხვისთვის. თუ სიყვარული არ მექნებაო, არაფერი არ. ესე იგი, ერთის მხრივ გარეგნული სიყვარულის მაქსიმუმი გააკეთა. გარეგნული სიყვარულის. და ამბობს, აი ეს ხო გავაკეთე და თუ სიყვარული არ მექნება, არაფერი ვარ. ხედავთ, გარეგანი უმაღლესი სიყვარულის განხორციელება ჯერ კიდევ შეიძლება არ იყოს ნამდვილი სიყვარული. ასე რომ ჩვენ რო ვიცით ეს ყველაფერი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანისა და ღმერთის სიყვარული თანაბარი მცნებებია და თანაბრად ძნელია ეს. და ქრისტე სხვა გზას არ გიტოვებს, თუ არა ის რომ გიყვარდეს ღმერთისა და ადამიანის, იმიტომ რომ ის ღმერთის არის და ადამიანის. არ შეიძლება, შეუძლებელია სხვანაირად. სამარხო ნამცხრობით, სამარხო კამფეტებით და სამარხო ყველითაც კი მარხვაზე რას იტყვით? როცა მშია, კარგია ეს ყველაფერი. მე ვიცი რომ პასუხი არ გაგეცით, მაგრამ ავიცი, აბა რა გითხრათ. დღეს სამარხო მუგბარები თუ არ შეჭამი, მშიერი მოკვდები, სხვა არაფერი არ იქნება. არის თუ არა მიზანს შეწონილი მარხვაში დაბადებისთვის გადახდა, ან სხვა დღესასწაულებაზე წასვლა. ტაშფანდური სასურველი რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ ეხლა თუ შენი მეგობრები მოვლენ და მოგილოცავენ და სიყვარულით მოგექცევიან, მე ამაში ცუც ვერაფერს ვერ ვხედავ. ახლა მაინც ნების შვიდეულში უნდა გააკეთებთ ამას თავისთავად. თუ დაბადების დღე ასოცირდება მეგობრების ერთად ყოფნაში და სიყვარულის გაცემაში, ეს ყოველთვის შეიძლება. ხოლო თუ დაბადების დღე ასოცირდება სიმთვრალეში და ტაშფანდურში, თან ისეთში რომ რაღაც ძალიან მსუბუქად რო ხარ რა. ეს მორიხსნილშიც მაინც სასიამოვნო არ არის და მარხვაში მით უმეტეს. მაინტერესებს, როდესაც ადამიანს გააჩნია თითქმის ყველაფერი საამისოდ ბედნიერი რომ იყოს, რატომ ხდება ისე რომ იგი ამ ყველაფრით ვერ სარგებლობს? ასე ვთქვათ, ვერ სარგებლობთ, ასე ვთქვათ. ვიცით რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ოცნებობენ ჩემსავით ყველაფერი გქონდეთ, მაგრამ ისიც ვიცი რომ ადამიანი ვერ ხდება და უფრო ვერ ძღება და უფრო მეტი უნდა. ითი შეიძლება რისი საშუალებით რომ ჩვენი ცხოვრებით დავტკბეთ, ვიყოთ ბედნიერნი. აი რაც მე ვთქვი, მარხვა სწორედ ამისთვის არის, რომ ბედნიერების ვექტორი მიმართოს შიგნით. ადამიანი ისია მოწყობილი, რომ მას ვერაფერი ვერ აკმაყოფილებს. ადამიანი გითხარით უფსკულია მეთქი. აი ვერ აავსებს ადამიანს ვერაფერი. რაც აქვს, იმაზე მეტი უნდა ყოველთვის. მე გეკითხებით, მატერიალურ სამყაროში რა არის ისეთი, რასაც არ ამოწურავს. რომ აიღებ და კიდევ უფრო მეტი არ მოგინდეს და კიდე და რასაც ამოწურავ. ეგეთი რამე არ არსებობს. ყველაფერს ამოწურავ. თითქმის სამყარო როგორც გითხარით, რომ შემოუფრინო გარშემო მეტაგალაქტიკას. მე იტყვი, ახლა რა გავაკეთო? იმიტომ რომ ადამიანი თავის შინაგანი მდგომარეობით უსასრულობას ატარებს. უკვდავია, უსასრულობას ატარებს. ერთადერთი რაც ადამიანს დაანაყრებს, ეს არის ღვთაებრივი ენერგიები. და ისიც სულ მაინც მოშივდება და მოწყურდება. ანუ შიმშილის და წყურვილის ნობა სულ ექნება, როგორ მდგომარეობაში იქნება ისი, რომ სუშია სუჭამს და კიდე სუშია და კიდე სუჭამს და არ საჭმელილება და არ შიმშილის ნობა. აი ეს სულ და აი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება უსასრულობაში ბედნიერების განცდა და შესაბამისად დაკმაყოფილების შესაძლებლობაც. აი ეს არის. ეს ძალიან საინტერესოა, ხო? სხვა შემთხვევაში ადამიანი ვერ კმაყოფილდება და მორწმუნე ადამიანისათვის პრინციპული მნიშვნელობა რომ იყოს ბედნიერი არ აქვს მდიდარია თუ ღარიბია. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, როცა ადამიანს საჭმლის ფულიც არ აქვს. მაგრამ პავლე მოციქული გვეუბნება, რომ ეს კონდეს, ხო, საჭმელი თუ გაქვს და სასმელი, ეს აუცილებელიც არის, მაგრამ როცა ადამიანს ეს მინიმალური აქვს, ანუ ადამიანური ცხოვრების პირობები აქვს, დღეს რაც არის საჭირო, ხო? ესეთი ადამიანსა და მილიონერს შორის განსხვავება არ არის ბედნიერების თვალსაზრისით. არანაირი განსხვავება არ არის. და უპირატესობა არც ეს არ აქვს. შეიძლება ვინც მილიონერი არ არის, ის ოცნებობდეს მილიონერობაზე და თქვათ, ამიტომ წუხდეს და შეიძლება ვინც მილიონერია, ის კიდე იყოს ისა,
თქვათ, ყველაფერი აქვს და ეხლა მოწყენილობაშია, ეხლა მიზანი დაკარგოს შეიძლება, ან ბოროტად გამოიყენოს თავის შესაძლებლობები. ბედნიერება ეძებათ ქრისტესთან ურთიერთობაში. ვაიძულოთ უნდა საკუთარი თავი, უბრძანოთ ჩვენ საკუთარ თავს. იმიტომ რომ ჩვენ ხო გწამს. მორწმუნეა ის, არა ის, ვისაც ჯერა რომ ღმერთი არ და ის ადამიანად მოვიდა. არამედ მორწმუნეა ის, ვინც ქრისტესთან ურთიერთობას ეძიებს და ეს გაუხდია ცხოვრების საზრისად. ვაიძულოთ საკუთარი თავი, ვიყოთ მორწმუნეები. სასופველიც ისა იძულების, როგორც გვასწავლის წმინდა წერილი. და მაშინ გავხდებით ბედნიერი. მე მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა სხვა სარწმუნოების ადამიანებთან, მუსლიმანთან ისეთი ურთიერთობის დამყარება, რომელიც ოჯახს ითვალისწინებს, ანუ ისინი დაქორწინდებიან. ვისთვისაც ცხოვრების საზრისი ქრისტია, ის არათუ მუსულმანთან, არამედ ურწმუნოსთანაც ოჯახს ძნელად შექმნის. ანუ ურწმუნოს გულისხმობ, რომელიც მაინდამაც რელიგიურად არ ცხოვრობს, მაგრამ მონათრული შეიძლება იყოს. საქმე იმაშია, რომ ქრისტიანული ოჯახი არის სხვა რამე და უბრალოდ ქორწინება არის სხვა რამე. თუმცა ქრისტიანული ოჯახი მე ვფიქრობ, სულად წარმოაჩენს ოჯახის სისავსეს. მე წაგან გითხარით, რომ ადამიანი თავის თავში რას მოიცავს? მინერალურ სამყაროს, ბიოლოგიურს, ნერვულ სისტემას, ანუ ცხოველურს, ზნეობრივს, ხო? მაგრამ მარტო ამას არა, სულიერსაც ხომ მოიცავს. და გარდა ამისა მარტო ამას არა და სულიერის მერე ის პიროვნებაა კიდე, რომელიც ამ ყველაფერს მოიცავს. მხოლოდ ქრისტიანულ ოჯახში არის შესაძლებელი წყვილის სულიერი ერთობა. წარმართულ ოჯახში შეიძლება ადამიანის ზნეობრივი ურთიერთობა არსებობდეს, ან მეგობრებიც კი იყვნენ, გარკვეულწილად, ხო? მაგრამ სულიერი ერთობა მხოლოდ ქრისტიანულ ოჯახშია შესაძლებელი. თუ ერთი ადამიანი თუ არც ერთმა არ იცის ეს რა არის, შეიძლება მეტნაკლებად კარგად იყვნენ, მაგრამ თუ ერთმა ადამიანმა ამ ორიდან, ცოლქმრიდან ერთმა მაინც იცის, რას ნიშნავს სულიერი ცხოვრება და სულიერი ერთობა ღმერთთან, მას იქნება ყოველთვის საშნელი ტკივილი თუ მეუღლესთან აბერთობას ვერ ამყარებს. ეს იქნება მუდმივი პრობლემა ოჯახში. მუდმივი. რაც შეეხება მუსულმანი, ახლა პირდაპირ გეუბნება მუსულმანი, რომ ქრისტე არ არის ღმერთი და შენთვის ქრისტე ყველაფერია და აბა როგორ უნდა გაძლოს. ეხლა ეს ჩემი მსჯელობა იყო მოკლედ, თორე ამას ძალიან ბევრი რამის თქვა შეიძლება. მაგრამ თავარი მაინც რას ამბობს ქრისტიანობა პავლე მოციქულის პირით. ნუ ეყოფით თანამეუღლე ურწმუნოთ. იმიტომ რომ რა საერთო აქვს ნათელს ბნელთან და ასე შემდეგ. ამავე დროს პავლე მოციქული გვასწავლის, რომ თუ ურწმუნო წყვილიდან, ცოლქმრიდან ერთი რომელიმე მორწმუნე გახდა, თუ ურწმუნო სურს, რომ ოჯახი შეინარჩუნოს, მორწმუნემ არ დაანგრიოს ოჯახი. ანუ გააგრძელონ ცოლქმრობა და ეგება მერე ურწმუნოც უკვე ისიც გახდეს მორწმუნო, მაგრამ აი მორწმუნე ნუ გაყვებაო, ან ნუ მოიყვანს ურწმუნოს. კიდევ ერთი. თქვათ ბიჭს უყვარს გოგონა, ბიჭი ურწმუნოა, ან მუსულმანია, გოგონა მართლმადიდებელია. გოგონას უნდა გაყვეს. მე ვეუბნები, რომ შენ როგორი ქმარიგინა, უყვარდე თუ არ უყვარდე? რა თქმა უნდა, უყვარდე. უყვარ ხარ იმას, ვისაც მიყვები? კი, უყვარვა. რა უყვარს შენი? ხორცი? ხასიათი? რაღაც ამქვეყნიური მიდრეკილებები? რა უყვარს შენ? არ გინდა რომ შენი სული უყვარდეს. და თუ შეყვარებულობის პერიოდში ის არ ეცდება, როცა შენ კაცმა უნდა მოიპოვოს, ხო, საყვარელი ქალი, ხო? უნდა იზრუნოს ამისათვის, ხო? შეყვარებულობის პერიოდში, როცა ის არ ეცდება, შენ სულში ჩაიხედოს, როცა ის არ ეცდება, შენი თვალებით, შენი სულიერი თვალებით უყუროს სამყაროს. როცა უკვე დაქორწინდებით, მე ეცდება ამას, როცა უკვე მისი გახდები და კაცი მესაკუთრეა ბუნდები და ჩემი ცოლია უკვე, მორთე და შენ ჭკუაზე აღარ ივლის. აბა რა გითხრათ? ეს არის ჩემი აზრისა და ქრისტიანული სწავლებაც. რა უნდა ქნას ადამიანმა თუ ბედნიერების შეგრძნება დაკარგა? ან არ ქონია არასოდეს. იმიტომ რომ მისი ბედნიერების წყარო ღმერთი არ იყო. ხოლო თუ ესეა, რომ ბედნიერების წყარო ღმერთი არ იყო და დაკარგა, ძალიან კარგი თუ დაკარგა, ეხლა უნდა ნამდვილი წყარო იპოვოს. და შეიძლება ეს დისკომფორტი, რაც ბედნიერების დაკარგვას ახლავს, სტიმული გახდეს მისთვის, რომ ნამდვილი ბედნიერების ნამდვილი წყარო ეძებოს. ტაძარში როცა შევდივარ, მეტირება, აღსარების ჩაბარებაც მინდა ძალიან, მაგრამ თითქოს მწვენია. გულზე მაწევს რაღაცნაირად ბავშვობის მერე ეკლესიაში არ შევსულ ვარ, სალოცავად გთხოვთ, მირჩიოთ რამე თუ. უკვე ვძნობ, რომ ეშმაკი მომერია.
იტირა კიდევაც და ახსარებად ჩააბარე. ძალიან ხშირად ფიქრობენ ხოლმე, რომ მოძღვარს რაღაც მძიმე ცოდვის აღიარება უჭით ან რაღაც ვერანაირი ცოდვით ვერცეთ მოდელს ვერ გააკვირებ. ეს არის აბსოლუტურად გამორჩ. ყველაფერი ვიცით. და რა უნდა ითირა გამაკვიროთ და გამაკვიროს მე ახსარებელმა. როცა ჩემ ცხოვრებაში არ არის ცოდვა, რომელიც არ გამიგია, ან არ ჩამიდენია, ან არ მიფიქრია, ან ჩემში პოტენციურად არ დამინახავს, ყველა ადამიანი ერთ და იგივეა. აბსოლუტურად. ასე რომ არანაირი პრობლემა არ არის. თან იცით რა არის სულიერ ცხოვრებაში, ნებისმიერ საქმეში ესეა და სულიერ ცხოვრებაში ცოტა უხერხულია მე მგონი და არასწორი, როდესაც რაღაცას იწყებ და არ მიყავს. უნდა გქონდეს პრინციპი, რომ ბოლომდე მიიყვანო საქმე. ეს შენი ღირსება უნდა იყოს. დავიწყე და ბოლომდე მიიყვანო, არ გავჩერდები. რატო? თუ გაჩერდები, შენს გულში ეშმაკი იმარჯვებს. და მაშინ შენი გული აღმოჩნდება კიდევ ერთი გოლგოთა სამყაროში, სადაც მაცხოვარი ჯვარს აცვეს. და შენ ვითარცა პილატე, ხელების დამებანია, აბა ჩემი რა ბრალი. და ხო არ გინდა ესე გააკეთო. ამიტომ არ გაამარჯვები. რა არის შიდა ცხოვრება, როგორ დავიწყო იგი? აი ახლა ჩვენი საუბარი შიდა ცხოვრებას ეხება. თქვა და როგორ დაიწყოს ადამიანმა მაინც მოდი ასე ვთქვა. გაიაზროს რომ მან უნდა რელიგიურ ქრისტიანულ ცხოვრებაში ეკლესიაში იმიტომ მოვიდა რომ ცოცხალი ღმერთი ეძებოს, რომელთანაც წესების შესრულებით ვერ მიხვალ. წესები საჭიროა მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცა მიმართულება მოგეცეს. ანუ ეს არის გზის მაჩვენებლები, მაგრამ გზაზე შენ თვითონ უნდა იარო. უნდა იცოდე გააზრებული ქონდეს ცხოვრების მიზანი. ეს არის ადამიანად მოსული ღმერთი ქრისტე. ამიტომ ძალიან კარგად უნდა იცოდე თქვენი ცხოვრების თანამგზავრი უნდა იყოს წმინდა წერილი. თქვენი ცნობიერება უნდა სუნთქავდეს წმინდა წერილით. აუცილებლად. და გარდა ამისა გახსოვდეთ რომ ეკლესიაში არის აღესრულება საიდუმლოებები მადლი, რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებ, თუ შენ თვითონ ცდილობ ღმერთისაკენ ნაბიჯი გადადგა. და ისწავლო სწორედ ლოცვა. ეს ძალიან მოკლედ და კონკრეტულად აბა. წმინდა წერილი სახარება შეიყვარეთ. ლოცვის სიტყვები გაიაზრეთ და განიცადეთ. ჩაუფიქრთით და ლოცვა ისწავლეთ არა იმ კანონის მიხედვით რომ აქედან აქამდე უნდა წაიკითხო, არამედ დრო დისციპლინარ ვარ დაკარგოთ, დრო დაინიშნე და იმ დროში თუნდაც 5 სიტყვა თქვი. ანუ თითოეული სიტყვით ეძებეთ ღმერთი და იყავით გულწრფელნი, როცა ღმერთს ესაუბრებით. ეს გაითვალისწინეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, მე ძალიან გაგიჭირდება. თათოდ განსხვავდება, ჩვენ ესეთი შეცდომა გვემართება, რომ არსებობს საზოგადო მსახურება, როცა ყველანი ერთად წირვაზე ვდგავართ, ან პარაკლისს ვიხდით, ან დაუჯდომას ვკითხულობთ, და არსებობს ინდივიდუალური ლოცვა. ჩვენ ინდივიდუალურად როცა ვლოცულობთ, ამასაც საზოგადო მსახურებას ვამსგავსებთ. რაღაცა ტემპი გვაქვს, რაღაცა დრო გვაქვს, რაღაცა რაოდენობა გვაქვს და ვკითხულობთ. საზოგადო მსახურების დროს უნდა იყოს რაღაცა ტემპი, ოღონ ზომიერი, რომ ყველაფერი კარგად მესმოდეს და აქცენტირებულად იყოს თითოეული სიტყვა და ყველანი ერთად ლოცულობთ, საზოგადო მსახურება არ ჩერდება. ხოლო ინდივიდუალური მსახურება ღვთისა, ესე არ უნდა იყოს. იქ შეიძლება იყოს დრო, დრო როგორც წესი ძილის ხარჯზე, იმიტომ რომ საქმე როცა გაქვს ამ დროს პარალელურად ძალიან გიჭირს შენ ლოცვა და იმ დროში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სიტყვების რაოდენობას, რასაც წარმოს თქვა. თქვათ კანონი აქედან აქამდე, თქვათ ზიარების ლოცვები აქედან აქამდე და ასე შემდეგ. არამედ მნიშვნელობა აქვს და მაინდა-მაინც ეს ლოცვა და არა ის ლოცვა, არამედ მნიშვნელობა აქვს ხარისხს. თითოეული სიტყვა რამდენად ხარისხიანია და ეს აბსოლუტურად დამოკიდებულია შენს გულწრფელობაზე. როცა რაღაცას ამბობ, რამდენად სამართლიანია ეს ნათქვამი, რამდენად არის შესაბამისობაში შენ შინაგან სამყაროსთან. რამდენად გულიანად, ალალად და გულწრფელად ესაუბრები ღმერთს. ეს თუ არ ისწავლეთ გაყოფა საზოგადო და კერძო მსახურებისას, უპრობლემის წინაშე იდგებით. თქვენ ახსენეთ, რომ ჩვენ ყველანი ვართ ნეოფიტები, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წელი ვართ ტაძრის წიაღში. რა ქვია მდგომარეობას მით უმეტეს მარხვაში, როცა ლოცვის მოსმენა ტაძარშიც კი შინაგან წონასწორობას არ ღვევს. იქ მყოფი ადამიანები სიმყუდროვეს, სიმშვიდეს ეძებს, განმარტოებაში გმადლობთ. მე ვიცით ვერ გავიგე, რატო არის რომ ტაძარში შინაგან წონასწორობას არ ღვევს. თუ
არ არის მეორე მხარეს. ისა რომელ საათამდე ვართ? 4:30-მდე? ეს უფრო სია? 4-მდე. 4 დაგდება 15, ხო? ესე იგი, საქმე რაშია, იცით? აზარში მე მაგალითად ესე მგონია, რომ თუ ადამიანს რაიმე თავად არ აქვს ნერვოზული მდგომარეობა, რომელიც ასევე სულიერი ცხოვრებით უნდა განიკურნოს. თუ ადამიანს არ აქვს ნერვოზული მდგომარეობა, ანუ ჯანმრთელია ამ კუთხით, მაშინ აზარში ყოფნისას თუ მას სიმყუდროვე ერღვება, არის სახურებაში რაღაცა პრობლემა. მე მაგალითად მქონია ესეთი შემთხვევა, მონასტერში ვიყავი ამას წინათ და მე როგორც მღვდელი საკურთხეველში ვარ და იქ უნდა თანამწირველი ვარ იქ სხვა სასულიერო პირების და უნდა შემოსილი ჩვეულებრივად უნდა ვდგავარ და უნდა ვეზიარო და პერიოდულად მე დავით ნახო კითხულობს იქ ჟამნებია და ასე შემდეგ და თან მონასტერია კაცო მე დავითნებათ არიან მონოზვნები ხო დედათა მონასტერი გავიტანჯე რა ვერაფრით ვერ გააყვა ჩემი სული და გული მათ სიტყვებს მადლობა ღმერთს ისე კითხულობდნენ რომ ყველაფერი მესმოდა იმიტომ რომ ხანდახან ისეც კითხულობენ ვარაფერი არ გესმის ისეთ სიჩქარით მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი მესმოდა იმდენად არააქცენტირებული იყო თითოეული სიტყვა აი როგორ გითხრათ რა აი მაგალითად ღმერთმა შემინდოს აი რაღაცა ლოცვის სიტყვას ვიტყვი ახლა ყველა წმინდა სამებაო შეგვიწყალა ჩვენ უფალო გიხსენდა გულხინა წოდოთა ჩვენთაგან მეუფეო შეგვინდა უჯილოება ჩვენ ერთი მე მოვინდომე რომ გავყვე გულმა დაიჭიროს ხმურს ესმის მესმის მაგრამ გულმა დაიჭიროს არაფერი არ გამომივიდა და მე გავანებე თავი და იესოს ლოცვა დავიწყე აი უფრო რო გავხსნა ერთად შეხვედრაზე ესე ავხსენე ეთქვათ ბიჭი რომელიც გოგოს სიყვარულს უხსნის და ეუნება რომ შენ ჩემი მზე ხარ, ჩემი სიცოცხლე ხარ, ჩემი სუნთქვა ხარ, ჩემი ნეტარება ხარ, ჩემი ბედნიერება ხარ, ჩემი ცხოვრების საზრისი ხარ და ნუ ეხლა არ დავხარჯავ ამ სიტყვებს. ხო. თქვენ ვაჟებს ხარ ვასწავლებ, მე თვითონ მოახერხონ თუ შეუძლია. და ამ დროს ვიღაცა მიყურებს ვიღაცა უცხო პლანეტელი ბჭყალებში და სკანირებას მიკეთებს მე ჩემს აპარატით ჩემს შინაგან მდგომარეობას და აღმოაჩინა რომ ეს აპარატი ეუნება რომ არ უყვარს ამას ეს ბიჭი ამ გოგოს ამ სიტყვებს იმიტომ ეუნება რომ უნდა რომ მასთან გაერთოს და ატყუილებს ესე იგი სკანირებაში ის აპარატი წერს ეს არსება არის ნაძირალა იმიტომ რომ ყოველი სიტყვა არის ტყუილი მისი ეხლა ეს ბიჭი გავიდა დრო და გამოსწორდა ეს ბიჭი და ეხლა მართლა შეუყვარდა ვიღაცა. მაგრამ ეს დამახსოვრებული ტექსტი აქვს და ეს სიტყვები ზუსტად ეს სიტყვები უთხრა იმ გოგონას, რომელიც უკვე მართლა შეიყვარა. ჩემო სიცოცხლე და ჩემო სუნთქვა და ჩემო ნეტარებავ და ჩემო ბედნიერებავ და შენს გარეშე ერთი წამი არ მაცოცხლას და იგივე უცხო პლანეტელი უყურებს ეხლა ამას, გავუკეთა სკანირება, ყველაფერს სიმართლეს ამბობს. კეთილშობილი რაინდი დაუწერა. სიტყვები ერთ და იგივეა. და იგივე. რა განსხვავებაა მაშინ? ის განსხვავებაა, რომ პირველ შემთხვევაში ამ სიტყვებს გული არ მიყვება. ეს არის პრაგმატული მოსაზრებით ნათქვამი, მხოლოდ გონებიდან წამოსული, ანგარებით, ეგოიზმით და ასე შემდეგ გაჟღენთილი. ხოლო მეორე სიტყვებში გული დევს. თუ ლოცვის დროს მლოცველი მე დავითნე გულს არ აყოლებს სიტყვებს. და პლუს ამას თუ ემატება ის რომ თან არ გესმის და იცით ეხლა შეიძლება ვიღაცა მithქვას რომ შენ რა იცი ან მე რა ვიცი ის ადამიანი გულს აყოლებს თუ არ აყოლებს ჩემო კარგებო ხანდახან ძალიან იგრძნობა ხოლმე ეს რა ძალიან იგრძნობა რომ გინა მღვდელი გინა მე დავითნე გინა თქვა მგალობელი ან ერის ადამიანი სულ ერთია ხმამაღლა როცა ლოცულობს გული რო არ არის იქ იგრძნობა მიუხედავად იმისა შეიძლება მას ძალიან კაი ხმა ქონდეს და ასე შემდეგ და ისმოდეს. ასევე ძალიან ხშირად გული როცა არ მიყვება სიტყვები არ არის აქცენტირებული. აი წეგარო თქვი და შეიძლება გული აგისკდეს უცებ, იმიტომ რომ გული ვერ მიყვება აი ამ რაღაცა ესე იგი მექანიკურ წყობას სიტყვების ეს ერთი. მეორე, როდესაც წირველი მღვდელი წინამძღვარი არ უზრუნველყოფს სიმშვიდეს ტაძარში.
როცა ტაძარში მსახურების პარალელურად მიდის ჭორაობა, აი ხანდახან ბაზარში უფრო სიმშვიდე შეიძლება იყოს ვიდრე ტაძარში და ასე შემდეგ. ანუ ესეც მდგომარეობაში, ლოცვაში რა სიმყუდროვეზეა ლაპარაკი. მღვდელმა უნდა უზრუნველყოს სიმყუდროვე ტაძარში. მინიმუმ სიმყუდროვე. ამის შემდეგ უნდა უზრუნველყოს გულიანი ლოცვა. თუ ეს არ ხდება, მაშინ იქ რა თქმა უნდა ძნელია გაძლება. გარდა ამისა, იმისათვის რომ აი თქვათ ახლა არის ტაძარი, სადაც ეს ყველაფერი კარგად არის. კარგად არის. მაინც იქ რომ შენ აი ამ საზოგადო მსახურებაში რომ სიმყუდროვე მოიპოვო და ნამდვილი ლოცვითი მდგომარეობა მოიპოვო, ამისათვის შენ უნდა ქონდეს გამოცდილება მარტო ლოცვისა. შენს ოთახში მყუდროთ რო ხარ ლოცვის. ოღონ იქ როგორც გითხარი, სხვანაირად უნდა ლოცულობ. არა იმ გარეგანი ტიპიკონით, არამედ შინაგანი გულის წადილით. და როცა ის და ეს მე ერთმანეთის თანხვედრა ხდება საზოგადო მსახურებაში, უკვე შენ იქ სული გაგეხსნება და გულში უფალი შემოვა. სადაც უფალი ეგ არის უფლისმერი სიმშვიდე, მყუდროება და განსვენება სულთა თქვენთან, როგორც უფალი ამბობს, ანუ შინაგანი მყუდროება, რომელსაც აი ისიხია და ისიხაზმი ქვია. რაც ფიქრობენ ხოლმე, რომ ეს არის ათონელი მამების ისა, არა, თითოეულ ადამიანს ეხება ეს. უფლის სიტყვებია, ხო? რომ მას მიუბაძოთ, რომ იგი არის მშვიდ და მდაბალ გულითა და მე მოვიპოვებთ განსვენება სულთა ჩვენთან. და ეს განსვენება სწორედ ის სულიერი მყუდროებაა, შინაგანი, რომელიც ისიხიათ იწოდება. სულ ჩემს მამაოზე ვფიქრობ, რასაც ვაკეთებ, კარგს მისთვის ვაკეთებ და არა უფლისათვის, რამდენად ნორმალურია. ასეთ დროს, იცით რა, აქ სხვადასხვა ერთი მხრივ ცალსახაა, როდესაც მოძღვარი ფარავს ქრისტეს, ეს შეცდომა. და როგორ გითხრათ, აქ შეიძლება იყოს მოძღვრის დანაშაულის და შეიძლება არ იყოს მის დანაშაული, იყოს სულიერი შვილის და ორივესი. მაგრამ არის ერთი მომენტი, დასაწყის ეტაპზე. ხშირად, როცა ადამიანი ახალმოსული ვერ ხედავს ღმერთს, მაგრამ მისი სინდისი და გული udasturებს, რომ აი ეს მღვდელი ღვთისაკენ სწორედ მიდის და თითქოს შენ სათქმელს ამბობს და მას მიყვები. ანუ მის სწავლებას მიყვები. ასეთ დროს გარკვეულ პერიოდში შეიძლება რომ შენ თითქოს ბრმათას მიყვები და მას ხედავ. მაგრამ ოღონ ეს ამას იმ შემთხვევაშია გამართლება, როცა დანამდვილებით იცი, რომ ის ქრისტესკენ მიდის. და თუ ეს ესია და ეს სწორია, მაშინ დადგება ეტაპი, როცა შენც დაინახავ ქრისტესაკენ სავალ გზას. ანუ თუ ეს მოძღვარი ისეთი მოძღვარია, რომელიც ისე გაგზის, რომ ცოტა ხანში შენ ის აღარ დაგჭირდება ამ გაგებით. როგორც ხელის მომკიდე და შენ უკვე გაგიშვებს ხელს და მაინც შეგიძლია რომ მაშინ ეს დროებით მისაღები მდგომარეობა. ანუ ასე ამბობენ ხოლმე, როგორი მშობელია კარგი, ან რომელი მშობელია კარგი, ისეთი მშობელია კარგი, რომელიც შვილს ისე გაზდის, რომ მე ამ შვილს მისგან დამოუკიდებლად შეუძლია კარგად იცხოვროს. ანუ ხელით ტარება დამოუკიდებლად ცხოვრებას რო ასწავლის. ესეთი მოძღვარი, რომელიც შენ დამოუკიდებლად გასწავლის ღვთისაკენ სვლას, ანუ შენგან შეიქმნება კიდე ერთგვარი მოძღვარიც, რომელსაც უკვე სხვა შეუძლია ასწავლოს. ეს მოძღვარი კარგი მოძღვარია და ამ შემთხვევაში დროებით თუ მას ხედავ და სხვას იმიტომ ვერ ხედავ, რომ ჯერ ახალდაწყებული გაგეს ნორმალურია. ხოლო თუ შენ ღმერთს იმიტომ ვერ ხედავ, რომ მოძღვრის დანახვის გარდა არც გინდა, არც გაინტერესებს და პლუს ამას თუ ემატება ის, რომ ის ვისაც შენ ხედავ არ მიდის ღმერთისკენ. ეგ რო ვიცოდე ღმერთისკენ არ მიდის, კი არ გავყვები. იცი რა შეა საქმე? როდესაც ბრმას აეკიდება, ორივე ორმოში ვარდება ქრისტეს სიტყვებია. ადამიანი, რომელიც ორმოში ჩავარდება, ის მერე ვერ გაიშვერს ხელს მოძღვრისაგან, რომელსაც გაყვადა, მის გამო ჩავარდა ორმოში, მის ბრალი იყო, შენი ბრალიც იყო ეს. იმიტომ რომ შენ ეკლესიაში რომ მოხვედი, შენი მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო ქრისტე. და თუ ეს მთავარი მიზანია, მაშინ მღვდელი, რომელიც არასწორად მიდის, იმ წამსვე შენი შინაგანი სამყარო გეტყო და იქ რაღაც შეცდომაა, ის რაღაც არ აკეთებს სწორად. და ეს რომ ესე იყოს, გარდა შინაგანი შენი სულიერი მდგომარეობისა, უნდა გიდასტურდეს შენი მინიმალური ცოდნა და ეს ცოდნა მოდის წმინდა წერილიდან და შენი პირადი სულიერი გამოცდილებიდან. გამიგეთ? შენ თუ არა გაქვს პირადი სულიერი გამოცდილება ღმერთის ზიებისა, თუ შენი ცნობიერება არ არის გამსჭვალული წმინდა წერილით, თუ ის მღვდელი არასწორად იქცევა, შენ მოტყვილდები და ვერ მიხვდები. და ვისი ბრალია ეს? იმასთან ერთად შენი ბრალიც არის. დავრჩა 5 წუთი.
დაიღალენ, შეხე ფერი აღარა აქვს. თორნიკე რა ვქნათ? ჩვენ რომელზე დავიწყეთ? ჰა? 15 რო დააგდება, დავამთავროთ და ეს შეგვერგოს. აი ერთი ის დარჩა მარტო და მე მომავალში თუ უფალინებებს კიდე შევხვდებით. რას ფიქრობთ ფართოდ გავრცელებულ აზრზე, თითქოს რელიგია კლავს ადამიანში ყოველგვარ თავისუფლებას და შემოქმედებითობას, მთელი რიგი აკრძალებისა და დოგმების მიზეზით. აი მაგალითად, არიან მწერლები, რომლებთაც სისტემატიურად ყოველ შაბათ-კვირას ეკლესიაში რომ მევლოთ, ვერ დაწერდნენ და დაწოვდნენ იმას, რასაც ვერ დაწერდნენ და მიაღწევდნენ იმას, რასაც მიაღწიას, ლექსიკისა და ენობრივი სტილის გათვალისწინებით. ასე იყო ადრე, ასეა დღესაც. რა აზრი ხართ თქვენ ამ საკითხზე? და თუ შეიძლება თუ არა ზემოთ აღნიშნული ფაქტები ამ შედეგის გამოუწვევ მიზეზად ჩაითვალოს. მე ძალიან პატივს ვცემ ნებისმიერ აზრს, ყოველ შემთხვევაში მინდა რომ ვცე პატივი, მაგრამ ვერაფრით ვერ დავეთანხმები ამას, იმიტომ რომ მე არ მესმის რას ნიშნავს ეკლესიაში, მე არ ვიცი ზოგადად რელიგიაზე ვერ ვისაუბრებ, მე ეკლესიაში აკრძალვებია, რა აკრძალვები არსებობს ეკლესიაში, ჩავმითვალეთ. მე არც ერთი აკრძალვა არ ვიცი. მე ისეთი ადამიანი ვარ, ბუნებით რომ აკრძალვა რო იყოს, მე ვერ გავჩერდები ეკლესიაში. ჯერ უნდა მითხრათ რა აკძე დოგმატი არსებობს კი. მაგალითად, როგორ გიკლავს თავისუფლებას ადამიანს, როცა გეუბნება რომ ეკლესია რომ ღმერთი არის სამება. რო ეთქვა რომ ღმერთი სამება არ არის, უფრო მეტი თავისუფლება გექნებოდა თუ რა არის. სამაგიეროდ ღმერთი რო სამებაა, აქედან გამომდინარეობს რომ ღმერთი სიყვარულია, იმიტომ რომ ის რელიგიები, სადაც არ აღიარებენ სამებას, ვერც იმას ამბობენ რომ ღმერთი სიყვარულია, იმიტომ რომ სიყვარული მხოლოდ იქ შეიძლება იყოს, სადაც სუბიექტი და ობიექტია. სადაც არ არსებობს ორი პიროვნება, იქ არ არსებობს სიყვარული. ღმერთი როგორ იქნებოდა სიყვარული, რო არ იყოს სამება. გარდა ამისა, ღმერთი რო სამება, აქედან გამომდინარეა სწორედ ისიც და გასაგებს ხდის, თუ როგორ გახდა ღმერთი ადამიანი. ღმერთი რო ადამიანად მოვიდა, ანუ ჩვენ რო ხედავთ იესო ქრისტეს ღმერთკაცს, რანაირად გიკლავს ეს შენ თავისუფლებას, მე ვერ ხვდები. პასუხისმგებლობის წინაშე გაყენებს კი. უბრალოდ ადამიანს არ გაძლევს საშუალებას პირუტყვივით იცხოვრო და იყო ნაძირალად. თუ ეს თავისუფლების შეზღუდვაა, ანუ მე არ მესმის როგორ ზღუდავს ეკლესია თავისუფლებას, ვისი თავისუფლება შეზღუდა ეკლესიამ, თუ ამას კონკრეტულად მეტყვით, მაშინ პასუხს გაგცემ და მე ვერ ხვდები, ჩემი თავისუფლება არასოდეს არ შეუზღუდია. თუ ეხლა მეტყვით, აბა, თუ არ შეზღუდა, რატო გაწვიეს უსნაური ტანსაცმელიო, რიჟი კასაბუთი გამოწყობილიო. მე გეტყვით, რომ ეს უსნაური ტანსაცმელი იმიტომაც ვცვირო, ესეთი დაახლოებით ესეთი ტანსაცმელი ეცვა ქრისტეს. შესაბამისად, წვერი და თმაც იმიტომ აქვს მოშვებული. რა ვიცი აბა, რა გითხრათ ეხლა? მაგას საზოგადოებაში სტუმრად რომ მიდიხარ და თანაჩანგლით ჭამს და თითებით არ ეტაკები საჭმელს. წინაპართა ყვალობაზე, ლობიოს რო ესე ჭამდნენ. ან კიდე თქვა ღომს რო მოგიტანენ თებში სტუმრად, რომ მიხვალ ესე არ გადმოაპირქავებს მაგიდაზე. ღომს და პირდაპირ მაგიდან არ ჭამს, ხო ძველად ხო ესე ჭამდნენ. ღომის მაგიდები ხო არსებობდა. ანუ თუ ესე იგი არ გადმოაპირქვავე და ხელებით არ ებდღვენი, ესე იგი თავისუფლება შეგიზღუდეს იმ ოჯახში, რომელ თქვენთანგანს მოუვა ეგეთი აზრი, რომ მე თავისუფლება შემიზღუდეს, მაგრამ ღომი არ მაჭამეს როგორც მინდოდა. ხო არ მოგივათ, იმიტომ რომ ის წესები, რომელიც იქ არის, რომ ღომი თებში უნდა ჭამო დღეს და საჭმელი დანაჩანგლით, ეს შენ თავისუფლება საერთოდ არ აშუაშია თავისუფლება და ის წესი, სუფრის წესი, რომელიც იქ არსებობს. აი ამიხსენით. ანუ თუ ოდესმე შევხვდებით კიდე, ხო? და ეს პასუხი იქნება, მე ვერ გავიკე კითხვა რა. ანუ თუ თქვენ დამისახელებთ რაიმე შეზღუდვებს ეკლესიაში, რომელიც ადამიანის თავისუფლებას ლახავს, მე ვიმსჯელოთ და რადგან ეს კონკრეტულად არ არის, რაღაც წერას რაც შეეხება, ვერ გავიგე რა, რატო ეხლა მაგალითად ძალიან ბევრი მწერალიც არსებობს, ბევრი მწერალია დოსტოევსკი მორწმუნე იყო, თქვა, ტოლსტოი ურწმუნო იყო. თქვა აი ჯემალ ქარჩხაძე მორწმუნეა, თქვა, ხო, რომელიღაცა ქართველი მწერალი შეიძლება ურწმუნო იყოს. დოჩანაშვილი ეხლა მორწმუნეა ვიცით, ხო? და რა, ანუ რატო
ხა თუ დეისაძეზე ამბობთ, წერალიაო და საკუთარ დედას რო აგინებს, ხა კი, ამას მორწმუნე კი არა გაცო. ამას ურწმუნო ადამიანიც არ იკადრებს, ეს ხო სხვა ფენომენია. ანუ მე ვერ გავიგე, აი, გესმით, ვერ გავიგე ვის რაში შეეშალა ხელი, რომ ეკლესიამ რაში შეუშალა ხელი ვინმეს. დოგმატები გითხარით რა არის? ეს არის ღმერთი ყოვლადწმინდა სამება და ადამიანი, ღმერთი მოვიდა ადამიანად. ადამიანი უნდა გახდეს ღმერთი. ადამიანი ისეთი ქრისტიანობა გეუბნება, რომ ადამიანი ისეთი თავისუფალია, რომლის თავისუფლების ხარისხი ისეთი დიდია, რომ სამყაროში არ ეტევა. რომ დეტერმინირებულ სამყაროში ის არ არის ერთ-ერთი ჭანჭიკი, არამედ მის გარეთ მყოფი არსება, დიადია ვიდრე მთელი სამყარო. თავისუფალია, საოცრად თავისუფალია ადამიანი. პირიქით, ქრისტიანობა ისეთ თავისუფლებას ანიჭებს ადამიანს, რომლის მსგავსი ადამიანს თავში არც მოსული არც წარმართულ სოფხედველობაში. წარმართულ ფილოსოფიაში. ჩინური ფილოსოფია ულამაზესია, გითხარით, მაგრამ ადამიანი ცხენის ცხენში ერთ-ერთი ბეწვია და ერთ-ერთი ძუა, მეტი არაფერი. ანუ ქრისტიანობამ ისეთ სიმაღლეზე აიყვანა ადამიანი, ისეთი თავისუფლება მიანიჭა, რომ პირდაპირ ამბობს, რომ ღმერთია ადამიანი. ოღონ არა ისე, როგორც თქვა ინდუიზმში და ბუდიზმში, სადაც ადამიანი ქრება მერე იმ საფრთხო ოკეანეში და ქრება და აღარ არსებობს, არამედ პიროვნულ თავისუფლებას ინარჩუნებს. და ანუ ქრისტიანობა მე მისწომინდა, რომ პირიქით არის რელიგია, რომელიც შენი თავისუფლების ბოლომდე რეალიზებას ითხოვს შენგან. ბარხვაც იმიტომ არსებობს, რომ შენი პიროვნული თავისუფლება გაიზარდოს და უმაღლეს საფეხურს მიაღწიოს. ანუ ყველაფერი ქრისტიანობაში არის აქეთკენ. და რა გრძელვებია ვერ გავიგე. ასე რომ ეს თემა შემდეგისთვის გადავდოთ, კარგით? და თუ მომწერთ კონკრეტულად რას გძალავს, მაშინ ვისაუბროთ. ღმერთი შეგვეციოს, გაიხარეთ.